ძალადობა ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია, რომელზეც ძალადობის მსხვერპლთა დიდ ნაწილს საუბარი არ სურს. ამის მიუხედავად არსებობს გამოვლენილი ფაქტები და სტატისტიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ 2007-2014 წლების იანვარ-ივნისის პერიოდში 1102 ძალადობის ფაქტია დაფიქსირებული. საანგარიშო პერიოდში და ჩვენ ეს 2007 წლიდან 2014 წლამდე ეს პერიოდი განსაზღვრულია უკვე დაახლოებით 2000-მდე ოჯახის ძალადობის ფაქტია დაფიქსირებული. ეს ის ფაქტებია, რომელზეც უფლებამოსილ ორგანოს მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი ან სასამართლო უწყების მიერ გამოცემულია დამცავი ორდერი. თუმცა თუ ამასაც სტატისტიკაში ავსახავდით, გარდა ამისა ოჯახის ძალადობის გარდა პოლიციელი რეაგირებას აკეთებს ნებისმიერ ფაქტზე და ხშირ შემთხვევაში ეს როცა ძალადობის ასე ვთქვათ ხარისხამდე არ ადის დაპირისპირება ოჯახის წევრებს შორის, ამას ჩვენ კონფლიქტის ბარათის სახით ავღრიცხავთ და ამავე საანგარიშო პერიოდში დაახლოებით 5000-მდე გამოძახების შემთხვევაში კონფლიქტის ბარათია კიდევ გამოცემული 5000-მდე კონფლიქტის ბარათი არსებობს ამ ოჯახის ძალადობის ასე ვთქვათ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოცემული. ჭიათურის სოციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ჭიათურის რაიონში ძირითადად ოჯახში ბავშვზე ძალადობის ფაქტებია დაფიქსირებული. არის ასეთი მომენტები, როდესაც ხდება ოჯახში ძალადობა, ჩვენამდე მოდის ინფორმაცია. ჩვენ ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ სოციალურ მუშაკს, სოციალურ კუთხით იურისტს და პოლიციასთან თანამშრომლებს ავდივართ ამ ოჯახში. ვამოწმეთ თუ როგორი პირობებია, თუ თქვათ არის ისეთი გაუსაძლისი პირობები, რომ ან ის ჩვილი, ან ცუდ მდგომარეობაში, ან მამა, ან დედა ცუდად ექცევა ბავშვს, გამოგვყავს ოჯახიდან, რა თქმა უნდა, მეზობლების და ყველას თანხმობით და გვაქვს შესაბამისად შერჩეული ოჯახი, სადაც განვათავსებთ დროებით. ამჟამად არის 5 მინდობით აღზრდა განხორციელებული, ერთია თბილისიდან განმგზავრებული და ერთ-ერთ ოჯახში ყავს მიმაგრებული და 4 ადამიანია, 4 ბავშვია თვითონ ნათესაურ აღზრდაში. სოციალური მუშაკი განმარტავს, რომ ხშირად მას ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა ამაზე დაზარალებულები ღიად არ საუბრობენ. როგორც ასეთი რომ თქვათ მოვიდეს ვინმე ჩვენთან და გითხრას მე დედამთილი მაყენებს შეურაცხყოფას ან მამამთილი მაყენებს ან ქმარი ან პირიქით ესეთი რამე არ ხდება თვითონ შიგნით იმალება არ არიან თვითონ ჩვენი საზოგადოება ან ჭიათურაში განსაკუთრებით ხო არ არიან იმას მიჩვეული რომ აი რატომღაც ვიღაცა დაიყენონ თუნდაც პოლიცია თუნდაც ვინმე რომ ჩაერთონ შეიძლება დიდ ქალაქებში უფრო ესეთის აქ ყველა ერთმანეთს რო იცოს რაღაც მორიდების ფაქტია თორე თუ კი რამე ჩნდება ჩვენ აუცილებლად მობილიზებულები ვართ ყველანაირად მოძალადეებს შორის მამაკაცების ჭარბობენ მათი რიცხვი 1014-ია, ხოლო მოძალადე ქალების რაოდენობა 82-ს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი. მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები იყოს გატარებული, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და მათი პასუხისმგებლობის გაზრდა პირველ რიგში სწორედ აი ამ პრევენციული ღონისძიებების გამოყენებით მთელი რიგი ასე ვთქვათ ინსტრუმენტები ამისთვის შემუშავებული, მათ შორის სამოქმედო გეგმები ხდება თვითონ პოლიციაში და ტრეინინგება პოლიციელების და ამ ხრივ მათი უნარჩვევების გაძლიერება. ზოგადად მე ვერ ვიტყვი რომ სტატისტიკა რაიმე ფორმით არის ასე ვთქვათ განსაკუთრებული არსებობს ასეთი სტატისტიკა და ეს არის მძიმე. საზოგადოების ერთი ნაწილი ოჯახში ძალადობის მიმართ ლოიალურია, მეორე ნაწილის მოსაზრებები კი რადიკალურად განსხვავებულია. მამაკაცი არის თავი, დედაკაცი არის აი მორჩილებაში როცა იქნება დედაკაცი, არასდროს არ იქნება ძალადობა. ძალადობას იწვევენ ხშირ შემთხვევაში დედაკაცები, რომლებსაც აი უნდა თავი გაუტოლონ. ნუ ავყვებით ნურც ევროპელებს, ნურც რავი ჩვენ ქართველებს ჩვენი ტრადიციები გვაქვს და დავიცვათ ჩვენი ტრადიციები. მამაკაცი მაშინ მიაგებს დიდ პატივს დედაკაცს, როცა დედაკაცი გამოხატავს მისადმის სიყვარულს და მორჩილებას. ვიცი რომ არის ოჯახური ძალადობა და არის ასეთი მდგომარეობა, მაგრამ წერია რომ ეს ასე უნდა იყოს და ხდება ზუსტად. საერთოდ ოჯახში უნდა იყოს სიტყვება, ჯერ ერთი. უნდა უგებდნენ ერთმანეთს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იქ რაღაც ზედმეტი ცემა და ის და ახლა ოჯახში ზედმეტს თუ ეთქვის ან ქმარი ან ცოლი ერთმანეთს ეს არავის საქმე და გასაკითხი არ არის რა გარედან. ყოველთვის მაგის წინააღმდეგი ვარ და არასოდეს არ უნდა იყოს ძალადობა არავის არც ოჯახის მხრიდან და არც გარეშე პირებს. ისე მომრავლებულია უბრალო რაღაცეებზე ძალადობენ მამაკაცები ქალებს ჩაგრავენ და ძალიან მწყინს. მე თვითონ 3 შვილი მყავს და 3 ძალი მყავს. ჩემ ოჯახში ეს ნამდვილად არ ხდება და ვერც მოხდება.
ოჯახური ძალადობის ფაქტების რაოდენობით პირველ ადგილზეა თბილისი 692 ფაქტი, მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი 145, ძალადობის 88 შემთხვევა მოხდა აჭარაში, 43 იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, 36 სამეგრელო ზემო სვანეთში, 32 მცხეთა-მთიანეთში, 25 შიდა ქართლში, 16 კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, 9 ფაქტი მოხდა გურიაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 10.000 მოსახლეზე ძალადობის ფაქტების ხვედრითი წილის მიხედვით ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი კახეთში. მე ვიცნობ ისეთ ოჯახებს, რომ მაგალითად მამამთილი აყენებს თუ მდგომარეობაში როგორც თავის შვილს, ასევე ძალს. ესეთი რაღაცები არის. ძალიან ბევრია სხვათა შორის, ჩემს სოფელშიდაც არის ესა, არც მე შინია ამის თქმის, მე ასეთი საზიზღრობები ხდება და არ უნდა ხდებოდეს საერთოდ საქართველოს და ქართული კაცი ამას არ უნდა აკეთებდეს. მხოლოდ პოლიციაც, ანუ მხოლოდ პოლიციელის აქტივობა, მხოლოდ პოლიციელის პროფესიონალიზმი ვერ განაპირობებს, ანუ უპირობო წარმატების საფუძველი ვერ იქნება მხოლოდ პოლიციელის, თქვათ, მაღალი პროფესიონალიზმი. და ალბათ მეორე მიმართულება, რასაც სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, ეს არის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლობა ფაქტებთან დაკავშირებით. ან ჩვენ არ უნდა დავხვიჭოთ თვალი ჩვენს გარშემო, ჩვენს საახლობლოში, ჩვენს სანაცნობლებში არსებულ შემთხვევებზე. ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა ერთხმად აღნიშნავს, რომ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის ფაქტებს მაქსიმალურად შეამცირებს.